იყო დრო, როცა მწვანეს საერთოდ არ ვხმარობდი, პალიტრაზე მწვანე ფერი არ იყო ჩემთან. თუ მჭირდებოდა, შეზავებით ვხებულობდი და ძალიან მერთულებოდა და ცოტა მეშინოდა ამ ფერის და ეხლა მარტო მწვანეს ვხმარობ, მაგრამ იმდენნაირი მწვანე მაქვს, რომ ცოტა ვიღაცებს იჭვიებარებათ, რომ სხვა ფერი საერთოდ მაქვს. ჯამქრალი ფერები და მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები წინა პლანზე. ასეთია მხატვარ თინათინ ჩხიკვიშვილის შემოქმედების მთავარი ხაზი. ფერები მისთვის შინაგანი პროცესების ანარეკლია. სწორედ ამ ერთგვარი აკვიატებით ხსნის, რატომ სჭარბობს მის შემოქმედებაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფერი. ფიქრობს, რომ ხატვისას პროცესი მართავს. შემოქმედებითი გზა სირთულეებით იყო სავსე. ყველაფერი კი გაცილებით ადრე, მისი ბავშვობიდან იწყება. დიდხანს მეგონა რომ ყველა ბავშვს უყვარს ხატვა. მერე ეს რაღაც დამთავრდა, ალბათ გარდატეხის ასაკში და მე-10 კლასში დავიწყე ხატვა. ვიღაცას ვეჯიბრებოდი და იმიტომ. მოგეთ გამიტაცა ხატვამ იმდენად რომ მივხვდი რომ არასდროს არ მომბეზდებოდა და რა ვიცი ჯერჯერობით არ მომბეზრდა. არ მომბეზრებია. გატაცება მოგვიანებით სამყაროსთან კომუნიკაციის მთავარ ენად აქცია. ამბობს, რომ ხატვა მისთვის განსაკუთრებულ სიყვარულთან ასოცირდება. პროცესთან, როცა თავის სამყაროში იძირება და ფიქრებს ტილოზე აცოცხლებს. გვიან ღამით, როცა ქალაქს წინავს, მუშაობას მაშინ იწყებს. ნახევრად განათებულ ოთახსა და სიჩუმეში ყველაზე კარგად გადმოსცემს თავის სათქმელს. ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს მიყუთებული, რომელსაც ვერ ვასრულებ და კიდე ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ აი ესე მიყუდებული სურათი მომიტრიალებია და თითქოს თავისით დასრულდა. ღვინოსავით. მე ერთხელ ვთვლი, რომ რეალისტი მხატვარი ვარ თქო, როდესაც ნაივი ახსენეს და ამაზე იმდენი დამცინეს, რომ აღარაფერს აღარ. ანუ ეს რაღაცა პირადი ახმა არის ადამიანის, როგორც მე მიყვარს ნაივი საერთოდ და მხოლოდ გამეხარდება, მაგრამ არ ვთვლი, რომ შეიძლება იყოს რაღაც ელემენტები ნაივური, მაგრამ როგორც მხატვარი მგონია, რომ არა ვარ ნაივის ესეთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. შთაგონების წყაროს არ ეძებს. იდეა შეიძლება გაჩნდეს ყველგან, ყოველდღიურ გარემოში, უბრალო დეტალებშიც კი. შემდეგ სწორედ ასეთი შემთხვევითი აღმოჩენები იქცევა ხოლმე ახალი ნამუშევრების საწყისად. ჯადოსნური ქაღალდი იყო, რომელიც ვიპოვეთ სარდაფში. რაღაც ძველი სახელმძღვანელო, უკნიდან გერმანული სახელმძღვანელოს ქსეროქსია და ვიფიქრე, რომ გამომადგებოდა ჩანახატებისთვის და ისე გამოვიდა, რომ რაღაც არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა, რომ ხატავ და გავაკეთე სერია ჩემი და ჩემი შვილის. როგორ ვატარებთ ზაფხულს და დავხატეთ ჩემ ქმარს, რომ წერილებით გამოვიდა 8 სურათიანი სერია და ქვია წერილები თეთრი წყაროდან. ღია ბარათები თეთრი წყაროდან. ხო, ღია ბარათები თეთრი წყაროდან ქვია. მისი შემოქმედების დიდი ნაწილი საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში ინახება. არაერთი ნახატის ავტორს პერსონალური გამოფენაც ბევრი ჰქონია, რომლებიც როგორც თავად გვიყვება, არ უყვარს, რადგან დასრულებას ყოველთვის დიდი სიცარიელე მოსდევს. შემოქმედებით ძიებაში მუდმივადაა და ოცნებაც ბევრი აქვს, რომლებზეც ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა ერთ საიდუმლოს მაინც გვიმხელს. ყველაზე დიდ შიშს. ჩემი ესეთი შიშია, რომ ერთხელაც არ გავიღვიძო და არ მივხვდი, რომ ამის კეთება აღარ მინდა.